მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ უმაღლესი ძალების გეგმები თქვენზე. ვნახოთ ახლა ჩვენ კითხვები გამზადებული მაქვს, მოემზადეთ და აქ ჩვენ მოკლე პასუხები გვაქვს. და ჩემი მოკლე გაშლები თქვენ უკვე იცით, ხო? მაგრამ ვნახოთ. აბა რა იქნება? რას გვიგზავნიან, ხო? რა გზავნილი გვაქვს. ნახოთ ეხლა თქვენი იმედი, ეხლა სადა ხართ თქვენი ენერგია, ეხლა სადა ხართ თქვენ. რა უნდა რომ თქვენ მაღალი ძალები გაჩვენონ? რა კარს გაგიღებენ? გაგიხსნიან? თქვენ თვითონ რა მონაწილეობა უნდა მიიღოთ ამ საქმიანობაში? რა უნდა მიიღოთ თქვენ მაღალი ძალებიდან? ეს შეიძლება იყოს გაკვეთილი, შეიძლება რაღაცა ახალი ენერგია, ახალი შეიძლება თქვენი როლი. აი ნახოთ ხა რა შემოდის, რომელიც შემოდის თქვენს ბედში, თქვენს ცხოვრებაში. და ვნახოთ ეხლა რომელი ნიშანი გამოჩნდება სულ მალე, რომელიც თქვენ გაჩვენებს, რომ აი რაღაცა თქვათ კონკრეტული შეიძლება თქვათ მოვლენები და თქვენ მიხვდებით, რომ თქვენი გზა უკვე გახსნილია. რა ნიშანი იქნება, რომელიც მიხვდებით თქვენ, რომ გახსნილია უკვე თქვენი ახალი გზა, ახალი ბედი, ასე რომ თქვათ და რა თქმა უნდა შევხედოთ ჩვენ ახლა ამ გზის შედეგი. ნუ გამარჯვებული კი ხართ უკვე რა, მაჩვენებს დასთა გამარჯვებული ხართ, ბევრ რაღაცას აკეთებდით თქვენ, ბევრი რამე გადაიტანეთ თქვენ ნამდვილად, მაგრამ ეხლა პრინციპში უკვე ხართ ესეთ ენერგიაში, როცა ღმერთს ეუბნებით მადლობა. მადლობა იმისათვის, რომ რაც მე გამოვიარე და მადლობა იმისათვის, რომ მე ჩემი თავი ავირჩი. უკვე გვაჩვენებენ, ნუ შეხედოთ ეხლა კიდე რას გვანახებენ აქ. შეიძლება კიდევაც პატარა სუფისაც გამოვიყენებ. დღეს რატომღაც აი მინდა ამ დასტებით ვიმუშაო. ნუ თუ დამჭირდება სხვა კიდე, კი ბატონო. ვნახოთ ეხლა თქვენ ეხლა რა ენერგიაში ხართ, სადა ხართ? აჰა. შეიძლება ეხლა ამ წუთში ნახეთ რა ხდება. აი ეს უკვე ჩვენ ხო გვაჩვენეს რომ გაიმარჯვეთ, ხო? მაგრამ ნახეთ მე-15 ენერგია არის როგორი, იცით, აი თან აი ამას დააკვირდა პატარა პანჯარაც არის, ხო, ასე რომ ვთქვათ რა. ამ შემთხვევაში ენერგია როცა მე ყველაფერი მინდა, მე-15 ენერგია როცა მე ბევრი რამე მინდა, როცა თქვენ ხართ ესეთ ენერგიებში, როცა თქვენ იზიდავთ რაღაცას რა. ეხლა ჩვენ არ არის აუცილებელი რომ თქვათ ეხლა მე-15 ენერგიას უყუროთ თქვენ ეხლა ცოტა დაუშვოთ, მხოლოდ ცუდი მხრიდან, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მიწიერი ცხოვრება, ხო? ამიტომ შეიძლება თქვენ ახლა აი ბევრი რაღაცები გინდათ, ბევრი რაღაცები გსურთ, მაგრამ ამავდროულად შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება რაღაცა თუ კიდე დაგჭათ რამე მიჯაჭვლებები, თქვენ გინდათ რომ მაგის განთავისუფლება გინდათ, მაგრამ უკვე თქვენ გზას პრინციპში ხედავთ. ნახეთ, ეს ძალიან აქ უფრო მაჩვენებენ, რომ მაინც მიმზიდველი ენერგია არის რა, იმიტომ რომ მე-15 ენერგია იზიდავს საერთოდ რა, ყველაფერს იზიდავს, იმიტომ რომ ყველაფერი მინდა ბევრი, მინდა ყველაფერი თქვათ რომ ხდებოდეს, აი თან აქ ენერგია თქვენ ხართ, აი ძალიან შეიძლება სექსუალური ენერგია გაქვთ ეხლა. ეს არის სექსუალური ენერგია, ისედაც კარგი ყველა ვარიანტში, მაგრამ სექსუალურ ენერგიაზე მოდის ყველაფერი, ფულიც მოდის და ურთიერთობა და ყველაფერი რა, აბსოლუტურად რა. მაგრამ აქ მაჩვენებენ უშუალოდ ენერგია, კარგი ენერგია, რომელიცაც თქვენ იზიდავთ ყველაფერს რა, კარგს, იმიტომ რომ მზის არკანი დაედო ეხლა მე-15 ენერგიაზე, ხო? ნახოთ ეხლა რა უნდა რომ მაღალი ძალები თქვენ გაჩვენონ. აი რა უნდა რომ თქვენ გაჩვენონ ეხლა. უნდა რომ გაჩვენონ თქვენ ახლა პირველ რიგში რა თქმა უნდა როგორც ენერგია თუ წავიკითხო, მინდა გითხრათ რომ თქვენ ხართ, აი ყველაფერი შეგიძლიათ და ზუსტად ეს რაც მე თქვენ გითხარით რა. საერთოდ ახლა მამაკაცის ენერგია ეს არის ქმედების ენერგია. ანუ როცა თქვენ ხართ მზად იმოქმედოთ, თქვენ ახლა იმდენი სურვილი გაქვთ, საერთოდ ქალის ენერგია უფრო მიმღები,
ხო? და კაცის ენერგია უფრო მოქმედი. და ამიტომ თქვენ ახლა ხართ ესეთ ენერგია, რომ ყველაფერი მინდა გავაკეთო, მაგ ენერგია შევსებული ვარ ენერგიით, მაგ ძალა, მაგ სურვილი და თან ძალიან დიდი სურვილი, ეს არის მე-15 ენერგია, ძალიან მინდა რაღაცები რა. და ამიტომ აქ ერთობა მაღალი ძალებიც გეუბნებიან, რომ შენში ახლა ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენ ახლა კაცის ენერგიიდან ვართ და ქალის ენერგიას გვაქვს ჩვენში, ხო? 50-50-ზე, ამიტომ გვაჩვენებენ, რომ ახლა შენი ქმედების ენერგია აი ძალიან მაგარ დონეზე არის რა. აი ძალიან მაგარ დონეზე და აი ამას უნდა რომ აი დაგანახონ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ ახლა შეიძლება აი როგორ იცით კიდე როგორც სიგნიფიკაციას შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ აი რაღაცა ისეთი ენერგია მაქვს, რომ აი ესეც შემიძლია, ესეც მსურს. აი ყველაფერი სიცოცხლე მიხარია რა, რაღაცები მსურს რა, ბევრი რა. ეს ამას გვაჩვენებს ახლა უფრო მაღალი ძალები რა. ნახოთ ახლა რა კარებს გაგიღებენ. აქ არის განახლება. აქ მეუბნებიან, რომ აი აუცილებლად რაღაცას შეიცვლება თქვენ ცხოვრებაში, ანუ ნახოთ ახლა უფრო კიდე აი დღეს გავამზადე აქ 78 არის ეს რა მაინტერესებდა, ამ დასტით მეთქი თუ რამე დავამოწმებ და იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, იცით, კარები გეხებათ ძველი, რაც თქვენ უკვე აქ აი აქ თითქოს როგორ იცით, აი თავიდან დავიბადე. აი თავიდან რაღაცა შეიძლება მართლა დიდი ტრანსფორმაციები გაქვთ თქვენ გამოვლილი, აი ძალიან და ახლა უკვე ის შეიძლება გქონდეთ რაღაცა პერიოდი, როცა თქვენ даже სულიერ განვითარებასაც გადიოდით. შეიძლება ანუ ბევრი რაღაცა არის რა აქ და ამიტომ უკვე ადამიანი ახლა აი უკვე ყველაფერი კარგი მინდა, ოცნებებში ხართ, ხო? და ეს ზუსტად თქვენ გაჩვენებენ, რომ შენ უკვე ხარ მზად იმისათვის, რომ დატოვო ის ძველი რაღაცები და დაიწყო აი სხვანაირად იფიქრო, სხვანაირი ენერგიები გაუშვა, სხვანაირად იოცნებო, ხო? სხვანაირად. აი ზუსტად ეს არის ბევრი ტექნიკები, ხო? მე ხა მოვიძიე ძალიან ბევრი საინტერესო ტექნიკები, რომელიც თქვენ აუცილებლად გაგიზიარებთ, ვინც წამოვეც ჩვენთან. ნუ აი ჩვენ ტრადიციულ ასე ვთქვათ მარათონზე, სურვილების ასრულებაზე. ძალიან მაგარი ახალი რაღაცები უკვე მეც მოვიზიდე და მინდა რომ თქვენ გაგიზიაროთ. ნუ მოდით კიდევ ნახოთ ახლა რა კარებს გიღებენ, რა კარებს. აი ძალიან მნიშვნელოვან კარებს. შენ თუ დადიოდე ადრე ლაბირინტებზე, ეძებდი გამოსავალს, ხო? ფიქრობდი კიდე რა შემიძლია გავაკეთო. აი ეხლა გაგიღებათ ის კარი, რომელიც თქვენთვის იქნება გადამწყვეტი, რომელიც თქვენ მოგიტანთ მართლა იმას, რაც თქვენ გჭირდებათ რა. გამოგიყვანთ იმ ლაბირინტებიდან, როგორც თქვი, ხო? რა უნდა გააკეთოთ თქვენ თვითონ? თქვენგან რას თხოვენ? ქმედებას, ისევ ქმედებას, არ გაჩერდე. აი ნახე, სუცეცხლის ენერგია არის აქ, ხო? არ გაჩერდე, შენ უკვე გააქვს ეს პოტენციალი, მთავარია იმოქმედე, მთავარია წინსვლა გქონდეს, მთავარია არ დანებდე, ანუ მთავარია იარე წინ. ვყარეთ იარე წინ, იმიტომ რომ გააქვს შენ ეს ენერგია, გაძლევთ ჩვენ მაგ ენერგიას. რა უნდა მიიღოთ თქვენ ახლა? რა უნდა რა გაკვეთილები? აი ეს ნახეთ ცვლილებები. ეს ცვლილებები უნდა მიიღოთ აუცილებლად, ეს ენერგია უნდა მიიღოთ აუცილებლად. ეს როლი, ასე რომ ვთქვათ, უნდა მიიღოთ. შეიძლება დაუშვოთ თქვენ ახლა აქ თქვენი ენერგიით ბევრსაც დაეხმარებით, ამ ენერგიით თქვენ ბევრსაც გაუხსნით გზას. ეს არის, ანუ ეს ცვლილებები მიიღე. ანუ ეს როგორ არის, იცით, როცა შენ რაღაცა თავში მოგივიდა კარგი რაღაცა თქვა და შენ აი შენ შეიძლება ფიქრობ, რომ ეს რაღაცა ძალიან მაგარი რაღაც, მაგრამ ნუ არ ვიცი, ჯერ ან მზად არა ვარ, ან დაუშვოთ ახლა, ნუ საჩემო რა ვიცი, ახლა რამდენად შეიძლება რომ მე ვთქვათ, აი ესეთი დონის ვთქვათ სახლი, ან ესეთი დონის მანქანა, ან ესეთი დონის ურთიერთობა, ან ესეთი დონის რაღაცა, მაგრამ რადგან შენ მოგივიდა ეს, აი აქ, ესე იგი ეს შენთვის უკვე არის გამზადებული და შენი არის მხოლოდ ამოცანა იმაში, რომ თქვა კი მე ვიღებ, თანახმა ვარ და მადლობელი ვარ. ეს არის ძალიან მოკლე ასეთი ლოცვა, ასე რომ ვთქვათ, აუცილებლად ეს უნდა მიიღო, რომ ანუ შენი თუ დაუშვათ ახლა ნახე, რა უნდა მიიღო. ანუ ეს პროგრამა, რომ თუ დაუშვათ ახლა უკმარისობის, ვთქვათ, ხო, არ მქონეს
უნდა შეცვალო იმაზე, რომ კი მე ყველაფერს ვიღებ, აბსოლუტურად ეს არის უნდა შეცვალო შენი, ანუ ეს ზუსტად აი ფიქრები, აზრები უნდა შეცვალო. გაიგეთ, რომ მე ყველაფერი არსებობს, ყველაფერი არის ჩემთვის ამ სამყაროში და ეს პროგრამა თქვენი უნდა წავიდეს, უნდა დაამუშაო თქვენ რა და მიიღოთ უკვე ეს განახლებული პროგრამა, რომ მე ჩემთვის ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი სიუხვე თუ რამე არსებობს ჩემთვის არის და მე ვარ მზად იმისათვის, რომ მე მივიღო ეს სიუხვე ჩემ ცხოვრებაში. ეს ძალიან მაგარი გაშლა არის, ნუ აქ ვინც უკვე მართლა მუშაობს თავისთავად თქვენთვის იქნება ძალიან მაგარი ეს რა ქვია, გაშლა ეს უეჭველი რა. ნახოთ ახლა რა ნიშანს მიიღებ თქვენ სულ მალე, რომელიც გეტყვის, რომ შენ ნამდვილად შენს გზაზე ხარ და უკვე მოდის შენთან ეს და გზაგა. ნუ აქ კაცის ენერგია ისევე ნახათ, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცის, რადგან აქ უკვე მეორედ მაჩვენებენ კაცს, მე არ გამოვიდე, ბიჭებო, თქვენთვის უეჭველი ვინც უყურებთ, რომ ეს თქვენი ენერგია, თქვენ უნდა იმოქმედო და თქვენ ნახავთ, თუ თქვენსკენ წამოვიდე ფინანსები, ხო? ესე იგი თქვენ უნდა მივხვდეთ, რომ ესე იგი всё, გზა გამეხსნა და სწორ გზაზე ვადგავარ. და უკვე всё, უკვე ცვლილებებიც კარები გამიღეს რა, всё, უკვე კარები გამიღეს. და გოგოებო, თქვენთვის ეხლა აქ ორი ვარიანტი იქნება, ან მართლა შემოვა ვიღაცა მამაკაცი, ან ეს თქვენი მამაკაცი, ეხლა ნახეთ საჯარო გაშლა გვაქვს, რომელიც თქვენში ამას აანთებს რა, ამ ენერგიას აანთებს, შეიძლება სექსუალური თემიდანაც აინთება, იმიტომ რომ ეს კარგად ამუშავებს კუნდალინის, ხო? ეს სექსუალური ენერგია თუ შენ მართლა სწორ მიმართულებას აძლევ სექსს აქვს თავისი სხვათა შორის ნიშნულოვანი ქმედება, არა მხოლოდ სიამოვნება, აი ეს ენერგია, რომელიც არის თქვათ დამალული თქვენში, რომ ამოვიდეს და მე უკვე მაგაზეც მოდის ბევრი რაღაცა, კარგი. და კიდე, ესე იგი, როგორი ნიშანი შეიძლება თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელიც თქვათ გოგოებო, რომელიც თქვენში ამ ენერგიას აანთებს და იქნება თვითონ ისეთი, რომელიც აი თქვათ თქვენ მიხვდებით, რომ ჩემი საყრდენია, ჩემი შემიძლია თქვათ ახლა, ანუ ეს ამ ადამიანის გვერდზე ვიყო თქვათ ახლა, ნუ ეს ნუ ქალებს პრინციპში რა სჭირდება ყველაზე ძალიან, რომ იყოს აი მისი უსაფრთხოება. ხო, ანუ შეიძლება დაუშვათ ჩვეულებრივ თქვათ მამაკაცზე გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, რომ და თქვენ მიხვდებით, რომ всё, აი ხა ნამდვილად უსაფრთხოთ ვარ. თქვათ გაიცნობთ. ან თქვენი მამაკაცი შევა ეგეთ ენერგიაში, ან თქვენ თვითონ ეგეთ ენერგიაში შეხვალთ. უკვე ადამიანის თუ ნუ აქ ძლიერი გოგოები ვიცი მყავს მე, ძალიან მაგარი გოგოები არიან და ამიტომ აქ მაღალი ძალება გვაჩვენებენ, რომ შენ თვითონ იქნები ისე დონეზე, რომ ყველაფერი გექნება კარგად. კი, ფულის ენერგიას მაჩვენებენ რა. ანუ დაინახავ როგორ წამოვა აქ ორი ტუზი რა, ორი ტუზი, ანუ კარები გეღება, ახალი კარები გეღება, როგორც გვაჩვენეს. გამოდიხარ შენ იმ პრობლემებიდან, რა პრობლემებში იყავი, იმ ლაბირინტებიდან, სადაც შენ თავს შეიძლება ეძებდი, შეიძლება შენ სიუხვეს სადაც ეძებდი. და გეუბნებიან, რომ ნიშანსაც მიიღებ, იგივე ტუზი არის რა. ანუ საერთოდ ნახეთ ახლა ძალიან კარგი მაჩვენებელი არის ფინანსები, აი ფულის ენერგია, როცა ახლა ნახეთ კაცების ენერგია გამოვიდა, ხო? ანუ როცა ფული წყდება, ან არ შემოდის, ესე იგი აქ რაღაცაზე უნდა დაფიქრდე, რას არ ვაკეთებ მე სწორედ, რაღაც სადღაც მივდივარ, რა ვიცი, სად მივდივარ, ხო? ჯანმრთელობაზე უკვე ბოლოს ანუ არ ტყავს უკვე ჯანმრთელობაზე თუ შეეხო, ნუ ესე იგი ნამდვილად რაღაც შენ გადაუხვიე სხვაგან რა. მაგრამ როცა შემოდა აი გამოჯამრთელობა შეიძლება იყოს სხვათა შორის даже კიდე თუ დაუშვოთ თქვენ რაღაცა ჩაიფიქრეთ, რამე პროექტი გინდათ, ენერგიაც გაქვთ, ფიქრობთ მაგაზე, ნახეთ, საერთოდ ეხლა ჩვენ სადაც მიდის ჩვენი ფიქრით, იქ მიდის ჩვენი ენერგიაც რა, იქ ვუშვებთ ჩვენ, თუ თქვენ დაუშვოთ რამე ჩაიფიქრეთ და ეს თქვენში ზის, აი ის ზუსტად იმ ენერგიაში ეს მე მინდა, თქვენ ხართ აი одержимый კიდე და ვიცით ვინც წერს ხოლმე სიტყვა, რომ აი ძალიან რომ მინდა ეს სიტუაცია, აი იმაში მთელი ენერგიას დებთ თქვენ, აი
მაღალი ძალები გეუბნები, რომ ჩვენ დავიჭირეთ შენი ენერგია, აუცილებლად ჩვენ გაჩვენებს იმ გზას, რომელიც შენ მიგიყვანს, იქ შენ ოღონდ არ დანებდე, შენ იმოქმედე, შენ არ იმერყეო, არ გადავარდე იმ ენერგიაში, რომ დღეს მჯერა, ხვალ არ მჯერა, ხო? თუ შენ დაადეკი იმ გზას, რომ შენ უკვე გჯერა, შენ იცი, რომ ახალი ძალები შენსკენ არის, ღმერთი შენსკენ არის, ხო? აი მაგ შემთხვევაში ყველაფერად შენ დაგანახებ იმ ჩვენ ქმედებას, შეიძლება ვიღაცა ან ადამიანი გამოჩნდება, რომელიც ამ თქვა დაგეხმარება, თქვა თუნდაც ახლა ამ პროექტში თუ სესხიგინა სესხს მოგცემ, ანუ წამოვა ეს ენერგია, რომელიც შენ დაგანახებს, რომ ნამდვილად შენ სწორ გზაზე დგახარ და შედეგი რა იქნება, შენი მოლოდინი დასრულდება ნამდვილად რა. ანუ ესე იგი სად მიგიყვანს, იქ მიგიყვანს ზუსტად რომ შენ რაზეც ოცნებობდი, რაზეც შენ ფიქრობდი, ხო? შენ დამშვიდდები, აქ როგორი ენერგია მომდის, იცით რომ იმდენი ჩემი სურვილები, აი რამდენი რაღაც ნახეთ რამ ხელა ხე, აი მართლა მოვედი იმ დონემდე, რომ აი უკვე მივიღე ის ჩემი სურვილები, უკვე მივიღე, აქ ახლა უფრო მიღებას მაჩვენებს მე ეს არ კი, გამიხსნა გზა, მე უკვე რასაც მე ველოდებოდი დიდხანს, ნამდვილად ეს გზა გამიხსნა, ყველაფერი ცუდი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, ანუ ცუდი რა არა, არ მიყვარს ეს ცუდი კარგი, ანუ შეიცვალა, მოდით ასე დავარქვა, ჩვენ შეიცვალა და წინსვლა გელოდება, დიდი წინსვლა გელოდება თქვენ, იმიტომ რომ აქ არის რომ ადამიანი რასაც ელოდებოდა, შეცვალა თავისი მიდგომა, შეცვალა თავისი ფიქრები, მიიღო უკვე ახალი შემოვიდა მის თავში ფიქრები სხვანაირად დაიწყეთ რა კარები, ახალი ფიქრები, ახალი აზროვნება, ახალი სურვილები, ანუ სხვანაირად ვუყურებ მე სურვილებს, სხვანაირად, აი მართლა ამ თემაზე მექნება ძალიან მაგარი ტრენინგი რა, საახალწლოდ ფიქრობ, ან ძველი ახალი წლისთვის ახლა ვემზადები ამისთვის, ძალიან მაგარი პრაქტიკები მაქვს, რომ აი თუ უკვე ხართ ამ ენერგიაში კიდე უფრო დაამაგრებ, თუ არა ხართ ჯერ და გინდათ, მოგცემ ძალიან ძლიერ ტექნიკებს რა, რომელიც ნამდვილად თქვენ მოგცემთ იმ საშუალებას, რომ ეს ძველი პროგრამები თქვენ მოაგდოთ თქვენი თავიდან და უკვე დაადგეთ ახალ პროგრამებს, რომელიც თქვენ ნამდვილად მოგიტან ძალიან დიდ წინსვლას, რომელიც მოგიტან თქვენ ძალიან დიდ სიუხვეს და რომელიც თქვენ აი ახალ გზაზე წაგიყვანთ, სადაც იქნება აი ეს ფინანსური მდგომარეობა ძალიან კარგი და თქვენი აი სულ ყველა ეს სურვილის ასრულებაც მოხდება. ჩემო ლამაზებო, იმიტომ რომ ნახეთ, აქ საგვარეულო თქვენი სული ითხოვს, თქვენი საგვარეულო თქვენს გვერდით არის, აქ თვითბედი გვეუბნება თქვენი სული გახარებული არის, თუ თქვენ ხართ მართლა უკვე ამ გზაზე თუ უკვე ხართ, ჩემო ლამაზებო, რაღაც ძალიან მაგარი გაშლა იყო. მე გისურვებთ როგორც ყოველთვის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ კარგი მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში და აგისრულის ყველაფერი ის, რაც უფალს უნდა, იმიტომ რომ მხოლოდ მან იცის რა არის ჩვენთვის კარგი.